ჩვენ იმ ეტაპზე ვიმყოფებით, რომ უნდა ავირჩიოთ ახალი საჭიროთმხრობელი. მაგრამ არჩევნები, რა თქმა უნდა, ითვალისწინებს პირველ ყოვლისა სამართლებრივ წესრიგს, იმ ჩარჩოებში ყოფნას, რომელიც დადგენილი არის სამართლიანობის სასარგებლოდ. თქვენ იცით, რომ რამდენიმე კანდიდატის საკითხი დგებოდა, რეალობასთან იყო ახლოს, ეს იყო მეუფე ისაია, მეუფე დანიელი, იცით როგორ განვითარდა ეს მოვლენები, რომ მათ არ მიეცათ საშუალება არჩევნებში საპატრიარქო კანდიდატად დასახელებულიყვნენ და ამ გარემოებასთან მიმართებაში ვერ ვიტყვით ასე ცალსახად, რომ ეს თქვათ ვინმე რაღაც მათ განგებ ჩაუკეტა გზა. არ ფიქრობთ ასე? აი რა მინდა გითხრათ. მოდი უფრო სწორად დავაზუსტოთ, რაც რისი თქმაც მინდა. მათთვის გზა არ დაიკეტებოდა. მეუფე დანიელმა თვითონ რაღაცნაირად ასაკობრივ ზღვართან იყო საუბარი, მე მხარი დაუჭირე ამას მის მოხსნას, შემდეგ თქვა რომ დიპლომიც არ მაქვს. აი, იცით, ძალიან დიდ ხანს გაგრძელდა ეს საუბარი და დამღლელიც იყო უკვე, იცით, ისე წავიდა ვითარება, რომ ფიქრობ მას თვითონ უფრო სხვა მობილიზება უნდა ჰქონოდა მეუფე დანიელს. მომზადებაც ასე ვთქვათ. რაც შეეხება მეუფე ისაიასთან დაკავშირებით მე მიმაჩნდა, რომ მეუფე ისაია იქნებოდა ერთ-ერთი შესანიშნავი კანდიდატი საპატრიარქო ტახტზე თავისი თვისებებიდან გამომდინარე, მაგრამ ცოტა დააგვიანა, მე ეს უნდა ვთქვა, ობიექტურობა არის საჭირო. მე მას ვუთხარი თავის დროზე. ვუთხარი მეუფემეთით, თუ თქვენ გექნებათ სურვილი, თქვენი საკითხი შეიძლება რომ დაისვას მეთქი. ეხლა მე ასე არ ვიცოდი რაღაცები, მე ვის რა თქვათ დიპლომი აქვს, ვის არ აქვს, მე ხომ არ შემიძლია ეხლა ამაზე მე ვცოდნოდა ეს ყველაფერი დაწვრილებით. და აი შემდეგ უკვე როდესაც თან რა იყო, იცით, რომ მეუფე ისაია სადმი მისი სახელის ხსენებამ რაღაცნაირად დააფრთხეს ნაწილი, რომლებსაც თქვათ საზოგადოებაში მეუფე შიოსადმი განსაკუთრებული სიმპათიები აქვს გამოვლენილი და ასე ვთქვათ, მას უჭერდნენ მხარს, მათგან მეუფე ისაიას სახელმა და მისმა ფაქტორმა მათთვის რაღაცა ციებ-ცხელებასავით იყო რა. ხო და თან რაღაც გამონათქვამები იყო, მომართვები იყო არაეთიკური, გახსოვთ თქვენ. და როგორც ჩანს, მეუფე ისაია, რომელიც ნამდვილად არც ფიქრობდა, ჩვენთვის ნათქვამიც აქვს უარი მას. არ ფიქრობდა პატრიარქობაზე, არ ქონდა სურვილი. არა. და როგორც ჩანს, აი ახლა ასე რომ განვითარდა ეს მოვლენები და შემდეგ რაღაც აქცენტები დაამცირეს ფაქტიურად, მოდით თქვათ რა. მე სინოდზე ვთქვი, თქვენ ამცირებთ ამ ადამიანს. იქვე თქვი? კი, ეს არის შეურაცხყოფა. და აი ეს წინსწრები რაღაც ეპიზოდები რაც იყო, როგორც ჩანს, შემდეგ ამის საფუძველზე მან უკვე პრინციპულად დააყენა თავისი თავი კანდიდატად. მისი წერილიც ამაზე მეტყველებდა მიმართვა, მე რომელიც გავრცელდა მისი სახელი. ამიტომ ამბობ, ცოტა დააგვიანა მან.
მოდი ობიექტურობისთვის ესაჭიროა რომ მხოლოდ მან თუ დანარჩენმა კანდიდატებმაც მეუფე ზენონ ყველა იყო ჩუმად არავინ არ საუბრობდა თუნდაც ის კანდიდატები რომლებიც ეხლა არიან პატრიარქობის კანდიდატებად ხო გამორჩეულები არავინ საუბრობდა რეალურად გეგმაში ქონდა თუ არა შესულიყვნენ პატრიარქობისთვის არჩევნებში საერთოდ ფიქრობდნენ თუ არა ამაზე ეთანხმებით არ იყო სათანადო მომზადება არ იყო ეს სჩანდა კიდეც მაგრამ ამ პირველმა სხდომამ რა თქმა უნდა გამოგვეთა რაღაცეები ვთქვათ მაგრამ მან ასევე აჩვენა გზები აჩვენა სურათი ვითარება როგორი სურათი არის შიგნით რა ვითარება არსებობს და შესაბამისად მე ვფიქრობ რომ აი ახლა ვალდებულიც არის ყველა კანდიდატი რომ მათ უნდა წარმოადგინონ თავისი გეგმა როგორ ესახებათ პრობლემებთან მიმართებაში გამოწვევებთან მიმართებაში სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში როგორი არის მათი ხედვები დამოკიდებულება და ასე ვთქვათ ალბათ ამაზე ისაუბრებენ უკვე იმ გაფართოებულ კრებაზე ხო არა მე ვფიქრობ რომ მათ საჯაროდ იქაც ისაუბრებენ და საჯაროდაც რამდენადაც მე ვიცი აუცილებლად ისინი გამოაქვეყნებენ ამ თავიანთ ხედვებს რომ ფართო საზოგადოებისთვის იყოს ცნობილი სხვა ჩვენ სიამოვნებით დაუთმობდით ჩვენს ეთერს სამივე კანდიდატს ქონდა მცდელობა მაგრამ ჯერჯერობით ეს მიუღწეველი აღმოჩნდა ჩვენთვის რომ ისაუბრონ თუნდაც პირდაპირ ეთერში მრევლმა მოისმინოს ქვეყანამ მოისმინოს როგორ წარმოუდგენიათ რას ფიქრობენ სიამოვნებით ვუმასპინძლებდი მეუფე შიოსაც ამ სტუდიაში მეუფე იობსაც და მეუფე გრიგოლსაც აქ თქვენ თქვით რომ აი გამოიკვეთა როგორი სურათია სინოდის ხდომაზე ამბები რაც იქ მოხდა გავიგეთ მაგრამ ბოლომდე შესაძლებელია არის რაღაცები რაც ჩვენ არ გაგვიგია აი როგორ გაიხსენებდით იმ ხდომას გაგიჩნდა თქვენ განცდა მეუფე ზენონ რომ წინასწარ უკვე იყო გადაწყვეტილი წინასწარ უკვე იყო დალაგებული ვინ უნდა გასულიყო უპირატესად მეტი ხმებით ამავე სხდომაზე აქ ჩვენ საუბრობ ძალიან დიდი სხვაობაა ხო 20 ხმა მიიღო მოსაყდრეშიომ 7 ხმა მიიღეს მეუფე იობმა და მეუფე გრიგოლმა რა გამოიკვეთა თქვენ რა დაინახეთ წინასწარ იყო ეს ყველაფერი უკვე დალაგებული და ალბათ მიხვდებით რასაც გულისხმობ დალაგებაში იცით რა არის ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ რომ ამ წლების განმავლობაში საპატრიარქოს ადმინისტრაციაში ჩამოყალიბდა ეგრეთ წოდებული ენდემუსოს სინოდი უკანონო ჯგუფი მარტივად რო თქვა და გასაგებად რომელმაც საკუთარ თავს მისცა იმის უფლება და მეანიჭა რისი უფლებაც მისთვის კანონიკას არ მეუნიჭებია კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორის სახელი იყო ხოლმე ყოველთვის მცდელობა რომ გამოეყენებინათ რაღაცის წინააღმდეგ. თქვენ იცით რომ მე პატრიარქს, რა ვიცი, აი ბავშვობიდან არათუ ვიცნობ ადმინისტრაციული თანამდებობები მეკავა და თუ კი რამე კეთდებოდა, მაშინ იმ წლებში მოხდა ეს ყველაფერი, ეს რაღაცა აღორძინების ხანა იყო და გარდა იმისა, რომ ესეთი მის უწმიდესობასთან მქონდა ძალიან ახლო ურთიერთობა, ვიცი თქვენ ეს, გარდა ამისა, მე მქონდა პასუხისგებლობა. ვიცი, ცნობილია თქვენი მრავალწლიანი ძალიან ახლო ურთიერთობის შესახებ მის უწმიდესობას. ჩემი საუბარი საკითხებზე ეს არ არის რაღაცა საუბარი ვიღაცის მონათხრობი. და ჩემს საუბარს და ლაპარაკს მე ყოველთვის მაინც ვცდილობ პასუხისგებლობით და სიფრთხილით მოვეკიდო, იმიტომ რომ შეიძლება ბევრი რამე ვიცოდე თქვათ, მაგრამ ანგარიშს უწევდე გარემოებებს, ხო? რატომ ვამბობ ამას? წლების განმავლობაში მისი უწმიდესობის სახელს იყენებდნენ სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფები. თუ მე მაქვს შესაძლებლობა ერთხელ და სამუდამოდ რაღაცები გასაგები რო იყოს, მე
შევეხები ამ საკითხებს. კი ბატონო, ჩვენ ბევრი დრო გვაქვს, არ გვეჩქარება, შეგიძლიათ რასაც თვლით საჭიროთ, რაც უნდა იცოდეს მაყურებელმა ამ თემებზეც ვისაუბროთ. უბრალოდ ერთი თუ შეგიძლიათ რომ დამიკონკრეტოთ, როდესაც თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ ჩამოყალიბდა როგორც უწოდეთ, ხო, უკანონო ჯგუფი, ხო? აი, ვისგან შედგება? თვითნებობა, კი ბატონო. ვისგან შედგება? ვინ შედიან? ესენი ცნობილია, ესენი არიან მეუფეშიო, იყო ასევე მის გვერდით თეოდორე ქორებისკოპოსი, მეუფე ანდრია, მეუფე გერასიმე, რაღაც ეტაპამდე შეიძლება ეს ჯგუფი ყოველთვის ასე არ იყო, მაგრამ ძირითადად ეს ჯგუფი იყო, რომელიც ასე ვთქვათ, რაღაცნაირად არ ვიცი, თქვენ შეიძლება არც გახსოვთ, მე წერილობითაც მივმართ ერთხელ პატრიარქს, სადაც მის უწმიდესობას გარკვეული მიზეზების გამო წერდი, რომ ესეა თქვენ უწმიდესობა, ეს უბრალოდ აღარ შეიძლება. და აი ამ ენდემუსა სინოდმა თვითნებულმა აი ამ წესმა და ფაქტიურად მართლობამ აბსოლუტურად თამაშგარეთ მდგომარეობაში ჩააყენა დიდი უმრავლესობა მღვდელმთავრების. ისინი რაღაცა ინფორმაციას ღებულობდნენ აი მაგიდასთან, უკვე როდესაც სინოდის ხდომა იწყებოდა. გადაწყვეტილს უკვე ფაქტიურად ეს იყო გადაწყვეტილი. მეც გამომიცდი ეს თვითონ. ჩემს თავზეც და ამიტომ მხოლოდ სხვა მონაცემებს არ დავეყრდნობი. და იცით რასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ კათოლიკოს პატრიარქის ყოველთვის გამოიყენებოდა მისი უწმიდესობის სახელი რაღაცის წინააღმდეგ. ან ვიღაცის წინააღმდეგ. 90-იანი წლებში შევარდნაძის მმართველობის პერიოდში ჩვენთან შეიქმნა ისეთი, მე დამხვდა ისეთი სიტუაცია, რომ ძალიან მძიმე სურათი იყო, პირდაპირ მაფიას ვებრძოდი, იცით მე. აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობა. რას გულისხმობთ? აი ამ ფინანსურ სივრცეში და ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები, მაშინ გათავისუფლებული იყო რაღაც პერიოდი ხო საპატრიარქო გადასახადისგან, შემდეგ ამ პროცესების გამო, მან რა ქვია შევარდნაძემ ისევ დაუქვემდებარა გადასახადებს ეს სივრცე. აი ეს პერიოდი იყო ზუსტად რომ ძალიან მძიმე სურათი იყო. არ არის ახლა საჭიროება თქვა ეს დეტალურად ახსნა, მაგრამ მე ამ პროცესებს ფაქტიურად 5 წელი ვებრძოდი. მე გავიმარჯვე. იმ შემთხვევაში ეს დაიშალა ეს ჯგუფი და მოწესრიგდა ეს სივრცე, შემდეგ სხვები მოვიდნენ. მე შვედი ცხოველში ხომ გადავედი. და ესე იგი იმ დროიდან მოყოლებული ყოველთვის ცდილობდნენ, ხა პატრიარქს არ შეეძლო ყველაფერში თქვათ ერთპიროვნულად რაღაცა ყველას რჩეველი ყავს ხო რაღაც საკითხზე ეხმარება თანაშემწე რაღაცებს ინფორმაციას აძლევს რა მართლობით წავიდეს. ხო და ყველაფერზე ის ვერ იქნებოდა მობილიზებული თვითონ. აი ამ ბოლო წლების განმავლობაში საგარეო საეკლესიო პოლიტიკაში ასე ვთქვათ აბსოლუტურად გაფუჭდა ურთიერთობები. აბსოლუტურად. საქართველოს ეკლესია განიხილება დღეს როგორც რუსულ ორბიტაზე ყოფი ეკლესია. ეს არ იფარება. მე გავიხსენებ მისმა უწმიდესობამ, თხოვა მსოფლიო პატრიარქთან რამდენიმე წლის წინ რაღაცა ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო. არ გავხსნი ამ საკითხს, იმიტომ რომ ეს ტერს არ უნდა მივცეთ ინფორმაციას სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და მსოფლიო პატრიარქმა თანხმობა განაცხადა და იმ საკითხზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო პატრიარქისთვის. და ჩვენ მითხრა კიდეც, რომ მიუხედავად იმისა, რომ კრეტის კრებაზე ესეთი რაღაც გაგეცდაო და რაღაცო, მე მის უწმიდესობის ეკლესიის ინტერესებს დავიცავ. და კი ბატონო, უნდა ჩამოსულიყო საქართველოში თხოვა მოწვევა. დამავალა კიდეც რა ამ დროისთვისო პატრიარქმა. მაგრამ ის ვერ ჩამოვიდა. იმიტომ რომ შეიცვალა ეს პროცესი, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება შემდეგ.
კრეტის კრებასთან დაკავშირებით. აიღეს პასუხისგებლო ზოგ-ზოგი ერთემა და ეს პასუხისგებლობა იმით დასრულდა, რომ საქართველოს ეკლესია ერთიან სოფლიო ეკლესიის სისავსეს ფაქტიურად განუდგა კრებას, რომელიც როგორც სინოდი ხომ არის კრება პატარა კრება, ის არის დიდი სინოდი. ანუ სოფლიო ეკლესიის თლიანი მართლმადიდებელი ეკლესიის კრება ეს. იქიდან გათიშვას იმ რაღაცა პროცესიდან გათიშვას სჭირდება არგუმენტი. და კრებას სოფლიო კრება არ იყო, ეს იყო დიდი კრება. დიდ ერთიან კრებას რომ გამოეთიშები, შენ გჭირდება არგუმენტი. მე აღმოჩნდა, რომ თავიდანვე არ იყო რა თქმა უნდა ეს არგუმენტი, რაც წამოვდა. მაგრამ აი შემდეგ უკვე აღარ ფარავდნენ ისინი, ვინც მხარს არ უჭერდნენ იმ კრეტაზე წასვლას, აღარ ფარავდნენ, რომ არ იყოს სწორი ის, რომ საქართველოს ეკლესია კრეტის იმაზე სინოდზე მონაწილეობაზე უარი განაცხადა. და პატრიარქის პოზიცია როგორი იყო? აი თქვენ საუბრობთ წლების განმავლობაშიო, ხო? გასაგებია, რომ მას ყავდა თავისი მრჩეველები, აწვდიდნენ ინფორმაციას, მაგრამ ვიდრე ძალიან გაუარესდებოდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვეჭვობ, რომ ის ყველაფრის საქმის კურსში იყო. მისი პოზიცია როგორი იყო? როდესაც თქვენ საუბრობთ, რომ აი იქ რაღაც უკანონო ჯგუფი ამოქმედა ენდემუსის სინოდი არ უკანონობა ეს ხო და ამის თაობაზე პატრიარქის დამოკიდებულება როგორი იყო ამასთან მიმართება? სამწუხაროდ ეს უწმიდეს გარეშე არ იყო ეს. ახლა მე რაზე მოგატყუეთ? ეს არ იყო სწორი. არ იყო ეს სწორი. ეხლაც არის ეს ჯგუფი გადაწყვეტილების მიმღები მთავარი? ეს ჯგუფი ეხლა ცდილობს რომ იყოს. ძირითადად ეს ჯგუფია ეხლა რომელიც არჩევნებს ატარებს. და როგორი რაღაც არის, იცით, რომ აი მე გეტყვით ეს რაღაც. მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლები არ ფარავენ. თვითონ ისინი მეუფე შიოს განიხილავენ როგორც მათ იმას რა ქვია, მათთვის სასურველ კანდიდატს. გარკვეული მიზეზების გამო. მაგრამ მეუფე შიოს ასევე როგორც პატრიარქის მიერ დანიშნულ მოსაყდრეს მრევლის დიდი უმრავლესობაც ასევე განიხილავს ერთ-ერთ რეალურ კანდიდატად პატრიარქობის განიხილავენ იმიტომ რომ მისი უწმინდესობის სიცოცხლის პერიოდში მოხდა მისი დანიშვნა ხო მოსაყდრეთ და თავისთავად ცხადია პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ეს მრევლისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს სხვათა შორის როდესაც ჩვენ ვიდრე შედგებოდა სინოდის ხდომა როცა ვსვამდით ხოლმე კითხვას არ ნიშნავს თუ არა მოსაყდრეობა უკვე გარანტირებულად პატრიარქობას ან უპირატესობას პატრიარქობის არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში ძალიან ხშირად მე ვიღებდი ხოლმე პასუხად მათ შორის სასულიერო პირებისგან სინოდის წარმომადგენლებისგან რომ გადაწყვეტილებას არ ნიშნავს მაგრამ უპირატესობას თავისთავად ნიშნავს იმიტომ რომ თქვენ ჩემზე კარგად იცით ბევრჯერ მოგვისმენია ეს სატელევიზიო ეთერითაც ბევრჯერ მოგვისმენია რომ რადგან დანიშნა პატრიარქმა მოსაყდრეთ, ესე იგი ეს იყო მისი სურვილი და ეს უნდა განვიხილოთ როგორც მისი ანდერძი. თუ თქვენ გემახსოვრებათ, როდესაც ეგ საკითხი დადგა, თქვენთან ვიყავი მე კი, მახსოვს მე უფერას. მე შევეცადე მაშინ, რომ რაღაცნაირად გამემართა და თარგამაძესთან ეპიზოდის გავიხსენე რაღაცა, თქვა მე უფეშიოს, როგორ ვცდილობდი დავხმარებოდი კიდევ და გამომეღვანა ის სამდგომარეობიდან. ამიტომ ჩვენ არაერთხელ გვილაპარაკია და ძალიან ბევრჯერ თქვა კიდევაც განიმართა რომ ეს არანაირი მემკვიდრეობისა და ანდერძის საკითხი არ არის, იმიტომ რომ ეს არის პირიქით კანონიკის წინაშე უკანონობა, რომლის უფლებას არავის არ აქვს, რომელიც ჩაიდინა. დიახ. ეს არის მე-20 საუკუნეში გაჩნდა ჩვენს ტრაგიკულ ყოფაში ასეთი წესი, რომელსაც ჰქონდა თავისი გარემოებები საეკლესიო მე-20 საუკუნის აი კომუნისტურ ბოლშევიკურ პერიოდში რაღაცეები, თვითონ აი დაფარული ყოფილიყო რაღაცეები და ამ დროს შემდეგ ეს პირიქით რა მოხდა, იცით, მოსაყდრეობა გახდა ბრძოლის, ძალაუფლების მოპოვების, აი მახინჯი საშუალება, იცით. ხო, მაგრამ ეს ხომ წლების წინ მოხდა, ანუ წეღანაც კითხეთ, პატრიარქის სურვილის გარეშე ხომ ვერ მოხდებოდა ეს თავისთავად. თუ დააკვირდებით, მე ვცდილობ, რომ მან აი როდესაც ამბობენ გადაჭრით, ეს გავალოთ აქ ხაზი არა.
პატრიარქის ნდება იყო ამაში. პატრიარქის ნდება სრული იყო, მაგრამ პატრიარქს შიო არ დაუდგენია, ეს რა ქვია, მემკვიდრეთ, ვერ დაადგენდა. მაგრამ აი მეუფე ზენონ გავიგე, რასაც ამბობთ, ანუ ეს არ ნიშნავდა ანდერს. თქვენ ამბობთ მოსაყდრის ანდერს ნიშნავს მემკვიდრეობა. გავიგე, დიახ, ანუ მემკვიდრედ პატრიარქს არ გადაუწყვეტია, თქვენ ამბობთ. მაგრამ აი ახლა დღევანდელი რეალობიდან რომ შევხედოთ, მას აღმოაჩნდა 20 ხმა. ანუ რის ხარჯზე აღმოაჩნდა მაშინ მოსაყდრეს შიოს ეს 20 ხმა, ეს მისი პირადი ავტორიტეტის ხარჯზე, მისი გავლენის ხარჯზე, თუ გნებავთ თუნდაც იმან გამოიწვია ეს, რომ კიდევ ერთხელ გავიმეორე, პატრიარქის სიცოცხლეშივე ის დაინიშნა მოსაყდრეთ. აი, თქვენ რით იხსნით მაშინ ამ 20 ხმას? 20 ხმა ძალიან ბევრია. ილია მეორის ავტორიტეტი. მე ასე ხედავ. ანუ ეს 20 ადამიანი, ვინც მას მხარი დაუჭირა სინოდში, განიხილავს როგორც მემკვიდრეს ილია მეორესი მეუფეშიოს. მემკვიდრეს ყოველ შემთხვევაში ხმამაღლა ვერ იტყვის, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი შეცდომა რო ეს თქვას, მაგრამ ეს 20 ადამიანი, როგორც ჩანს, პატრიარქის ფაქტორიდან გამომდინარე რაღაცნაირად მოიაზრებს თავს, მაგრამ 20 არ არის ასე, ვერ ვიტყვით რომ 20 ასე. მას რამდენია? არა, მე არ ვიცი რამდენია, მაგრამ მე გეუბნებით 20 არ არის ასეთი. სხვადასხვა შეიძლება იყოს აქ, მაგრამ მოდით ჩვენ მათ პირად არჩევანზე რომ შევაჩეროთ ყურადღება რატო და როგორ ჩემი საუბარი არ იქნება კი ბატონო, არა, უბრალოდ ამ შეკითხვით იმის თქმა მინდოდა, რომ მისი პოზიციები თქო არ არის სუსტი, როგორც აღმოჩნდა სინოდის ამ ბოლოს ხდომაზე, ხო? ყველაზე რეალური შანსი აქვს მას, რომ გახდეს პატრიარქი. მეუფე გრიგოლის და მეუფე იობის ხმები, თუ გავიხსენებთ, არის 7-7, ხო? ანუ აი ამ შემთხვევაში მეუფე შიო გამოიყურება როგორც ყველაზე მეტად გამარჯვების უნარიანი. თითქოს უკვე გადაწყვეტილი არის საკითხი და ასევე შემთხვევით არ ვსვამდით, ხო, ჩვენ კითხვას, როგორ ფიქრობთ, როცა ვეკითხებოდით ხოლმე ნებისმიერ სასულიერო პირს სინოდის წევრს ჩაერევა ვინმე პატრიარქის არჩევნებში და პასუხი იყო ხოლმე არა. ჩვენ ვარ თავისუფლები ჩვენს გადაწყვეტილებაში და თუ ეს ასე იყო, თუ ჩარევა არ იყო, ესე იგი გამოდის, რომ მას უპირატესი მხარდაჭერა აქვს, ხო, სინოდში. მე ამ შემთხვევაში სრულიად გარეთ მყოფი ადამიანი, რომელიც უბრალოდ ავსახავ პროცესებს, რაც ახლა ხდება საპატრიარქოში, ასე ვხედავ. თქვენ როგორ ფიქრობთ? თუ ბოლომდე მივყვებით, მაშინ ის უნდა ვთქვათ, რომ ასახელებენ ადამიანს, ერთ-ერთ ბიზნესმენს, რომელიც რამდენიმე მღვდელმთავართან მივიდა და სთხოვს მეუფე შიოსთვის ხმას. ვინ? მე არ ვიტყვი. რატომ? და ემათ თქვან, ვისთანაც მივიდა. დანამდვილებით იცით, რომ იყო ასეთი შეხვედრები და რაღაც ინტერესის გამო მიიღო მან 20 ხმა? მე გეუბნებით ფაქტს, ერთ-ერთ შემადგენელს. ასეთი შემთხვევები დაფიქსირდა. ლევან ვასაძის მეგობარია ეს, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეხა თქვენ ლევან ვასაძეს არა, ლევან ვასაძე არა. ლევან ვასაძე არა. ანუ არ გინდა თქვენ რო თქვათ ხო, რაღაც მაგრამ დაზუსტებით გაქვთ ინფორმაცია, რომ ბიზნესმენი მუშაობდა, გაიჟღერა ასე ვანო ჩხარტიშვილის სახელი და გვარი მოვისმინეს სადღაც, ანუ ბატონ ვანოზე საუბრობთ ეხლა თქვენ, უბრალოდ რადგან ახსენეთ ბიზნესმენი მაინტერესებს. ვიზეც არის საუბარი, გამოჩნდება. მაგრამ მე დაბეჯითებით ვამბობ წყაროზე დაყრდნობით, რომ მოგიყვათ თქვენ ვინმე რომ ასეთი შეხვედრები. ვიცით ჩვენ მღვდელმთავრებმა რომ ასეთი რაღაცები მოხდა, მარტო მე არ ვიცი. კი ბატონო, მეუფე ზენონ, აი იმ სხდომაზე, სინოდის სხდომაზე, სადაც ასე გადანაწილდა ხმები, იყო საკმაოდ დაძაბული, ხო, ეს სხდომა. ცოტა უშინაარსო. უშინაარსო, ძალიან უშინაარსო. ანუ კამათი მიდიოდა ასაკობრივ ცენსსა და დიპლომზე, ხო? იცით რა არის, პრობლემა არის კომპეტენტურობაში. სერიოზული პრობლემა გვაქვს ჩვენ. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ არ ზოგადად
რაღაც ვინმეს უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება არასწორად მიმაჩნია, მაგრამ აი როგორ ვისაუბროთ პრობლემაზე, ხო? თლად გვერდს ვერაულით, ხო? უნდა ვთქვათ, რაღაცას სახელი უნდა დავარქვათ, ხო? პერსონალიზებისგან ჩვენ თავს ვიკავებთ, მაგრამ სახელი უნდა დავარქვათ. ეს არის არაკომპეტენტურობის პრობლემა. კომპეტენცია არ არსებობს სათანადო. ეს არის სერიოზული პრობლემა. სინოდის წევრების მაშინ როგორ შეიძლება შეიცვალოს ან შესაძლებელია თუ არა შეიცვალოს სურათი და როდესაც ჩატარდება ის გაფართოებული კრება, ესეც მაინტერესებს, რას ელი თქვენ ამ გაფართოებული კრებისგან, როგორ განვითარდება, რა მოხდება იმ კრებაზე, არის თუ არა შანსი, რომ ხმების ეს ბალანსი შეიცვალოს, ეს გადანაწილება? რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. როგორ აი ამიხსენით მას როგორ ვინც მას მისცა ხმა მოსაყდრეშიო შესაძლებელია ამჯერად გადაწყვეტილება შეცვალოს და სხვა კანდიდატს დაუჭიროს მხარი? შეიძლება მანდიყო ხმათა გაფანტვის საკითხი, ზოგიერთი ვერ ჩამოყალიბდა რომელს და ეს ხომ არჩევნები არ იყო, ეს ხო კანდიდატების დასახელება იყო ეს. ერთმანეთთან მაინც ამ ცნებებს თლად ნუ გავაიგივებთ რაღაცნაირად ერთმანეთთან რა თქმა უნდა კავშირში ეს განსაზღვრა. დიახ. მაგრამ ჩვენ ვერ ვიტყვით რომ აი რაც შედეგი აქ არის, იგივე შედეგი იქ დადგება. ხო, ასე შეგვიძლია ეს თქვა, წინასწარ ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ აქ ყველაზე მთავარი იცით რა არის? შიო, მეუფე შიო და მეუფე იობი და მეუფე გრიგოლზე კი არ არის აქ საუბარი პიროვნებაზე, ან მეუფე ისაიაზე, მეუფე დანიელზე. საუბარი არის იმაზე, რა ღირებულებებით, რა ხედვით, რაოდენ მზადყოფნა არსებობს იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, რა პირობებში ცხოვრობთ. პატრიარქის არჩევა გარკვეულწილად პოლიტიკური კონსტიტუციური პერსონის არჩევა. ეს პოლიტიკური პიროვნება, ხა რაც არ უნდა ვთქვათ, კათოლიკოს პატრიარქი ჩვენი კონსტიტუციით არის პოლიტიკური ფიგურა. უზარმაზარი გავლენის, უზარმაზარი. დიახ. ეხლა რა ხდება? მეუფე შიო და მე ერთდროულად შემოვედით ეპისკოპოსთა დასში 2003 წელს. მაგრამ ჩვენ შორის განსხვავება ის იყო, რომ მე ადრეული 17 წლიდან უშუალოდ პატრიარქთან ვიყავი. დიახ. და ნუ ჩემი გზა უფრო სხვა მიმართულებით იყო ეს რაღაც ხო თქვით ეს ადმინისტრაციული უცხოეთში და შემდეგ. და მეუფე შიოს პატრიარქი არ იცნობდა. მეუფე შიო იყო შიომღვიმის მონასტერში ზილოტები რომ იყვნენ. გეცოდინებათ 90-იან წლებში, როდესაც იყო ამბოხი პატრიარქთან სერიოზული და მაშინ პატრიარქი ამბობდა რომ ეს არის პირდაპირ რუსეთისგან, აი ეს არ მორიდებია ამას. ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ წაქეზება რაღაც ჯგუფების. აი ამ წრეში იყო მეუფე შიო, რომელიც არ გამოირჩეოდა არაფერი აქტიობით, მორჩილი იყო ბერი იყო მაგ პერიოდში, მორჩილი რანაირად არ იქნებოდა. და აი არც ერთ იმაზე თქვენ ვერ გაგიგიათ მეუფე შიო, სადმე აი ჩვენ დროს სადმე შეგვხედრიათ ჩვენთან? ხო, ნუ ხა ჩემი მოგონებით ბევრი არაფერი არ ანუ მე რა მახსოვს ეს ბევრს არაფერი მე გეუბნებით იმ გარემოცვაში. არა, მე მახსოვს თქვენი ახლო ურთიერთობა მაგალითად პატრიარქთან მეუფე შიო ჩვენთან? არა, მე რთულად ვიხსენებ, მაგრამ აქვე ობიექტურობისთვის უნდა დავაკონკრეტო, რომ მე რა მახსოვს ბევრს არაფერს ნიშნავს, იმიტომ რომ ხშირად არ მოუხვედრი ვარ მე და ასეთ შეხვედრებზე, სადაც შეიძლებოდა ვინმე ყოფილიყო სხვა კი. თქვენ ჩვენს წრეში ერთი და იგივე სახეები ვართ. ამის თქმა მინდა. კი ბატონო. ანუ მეუფე შიო თვითონ იყო მომართული მონოზნობისკენ. ეხლა მე ამას რატო ვამბობ? ეს მისი რაღაც ნეგატიურ კონტექსტში არ დაგენახოთ ეს პიროვნება. არა, ის იყო მონასტერში და ცხოვრობდა მონასტერში. მას ინტერესი არ ქონდა არანაირი ძალაუფლების, ნუ არ იყო ამ იმაში, არც აი განათლებაც სასულიერო გვიან მიიღო და ასე შემდეგ. მაგრამ მე გეუბნებით, იყო წრეში, თქვათ, ეს იყო ზილოტების წრე. სოფხედელობა იქ ჩამოყალიბდა სხვაგვარი. იყო ეს სხვა სოფხედელობა იყო. და მე ვიტყოდი ძალიან საშიში. ეს არის რუსული სოფხედელობა. სარწმუნოებრივ ხედვაში.
საზოგადოებრივ ურთიერთობაში და ასე შემდეგ. აი შემდეგ 2002 წელს პრეზიდენტი შევარდნაძე ვიდრე მოაწერს ხელს კონსტიტუციურ შეთანხმებას, თქვენ იცით რომ მე შევარდნაძესთან გამაგზავნა პატრიარქმა, მე ვაზიარე პირველ 1998 წელს ხარება დღეს კრწანიში. და რადგან პატრიარქისგან წარდგენილი ვიყავი ამ სახელმწიფო და რაღაც საქმეებში, თავისთავად ასევე ეს იყო ნდობა, ხო, რომ მე ნდობოდა ამ უმძიმეს წლებში მასთან ურთიერთობაში, ხო, რაღაც და საეკლესიო საქმეებში. ვადასტურებ თქვენს ასეთ აქტიურ ჩართულობას იმ. და აი რა მინდა გითხრათ. ედუარდ შევარდნაძე, როდესაც კონსტიტუციურ შეთანხმებას ვიდრე ხელს მოაწერდა, ჩვენ ხომ გავიარეთ 5 წლიანი პროცესი, უცხოეთი იყო, საზოგადოებები, არასამთავროებები, რელიგიები, სხვადასხვა წრეები, საზოგადოებები, მოკლედ პარლამენტი ის აი მე არ დამავიწყდება პარლამენტში რომ 21 საუკუნე იყო, ხო გახსოვთ ის ძალიან ელეგანტური ხელმძღვანელი ყავდა რაღაც სასწაული კაცი ბოჭორიშვილი. სასწაული ვიღაც იყო ეს მოხუცი, საოცარი კაცი. ხო და ესე იგი აი ეს ადამიანიც კიდე ეს მთელი ისა ძალიან ვახტანგ ბოჭორიშვილი დამავიწყდა. არაჩვეულებრივი. მის სახელი დამავიწყდა. იცით როგორ იყვნენ პატრიარქისა და საპატრიარქოსად უნდობლად, იმ პოლიტიკა ეს არის ხო, ფარები. ცხადია, ახლა მათი პოლიტიკური ხედვიდან გამომდინარე ექნებოდათ მათ რაღაც რეაქცია ქონდათ. მე ხანდახან რომ ახსენდება როგორ შევძელით ამ ბარიერების დაძლევა, მე ვიყავი 25 წლის. აი არ ვიცი. ასეთი პატარა იყავი. არ გახსოვთ? არა, მახსოვს, როგორ არ მახსოვს თქვენი ჩართულობა, მე ვაშუქებდი მაგ ყველაფერს, მაგრამ ასეთი პატარა იყავი. 31 ეხლა დავფიქრდი დავასრულე მთელი ეს პროცესი. ეხლა უცებ დავფიქრდი, რომ ასეთი 25, 26, 27, 28 ეს იყო წლები. აი მან, როდესაც ჩვენ პოლიტიკური საქმე ფაქტიურად ვაწარმოეთ ეკლესიის უმნიშვნელოვანესი ახალგაზრდობასთან სასწავლო რაღაცები ხდებოდა იმ წლებში და როგორი პოლიტიკურად ურთულესი წლები იყო დაძაბული და ძალიან ისეთი. კი ბატონო. და მოკლედ მივიღეთ, მოვამზადეთ ეს პროექტი. მაინც ხელს არ აწევს ედუარდ შევარდნაძე. მოკლედ იქ უთხარი მინისტრებს, იმებს, ამებს, ჯონის თხოვე, ხეცურიას რაღაცა, ქენით მეთქი რა უკაც გაგევინე. რატო არა წერდა? მეთქვით. და მოკლედ ერჩვენიერ დღესაც მეუბნება ედუარდ შევარდნაძე. იმას არ ვიტყვი ნამდვილად, რატო ზუსტად რატო, მაგრამ დაახლოებით გეტყვით აუცილებლად. აიო ჩვენ რო ჩავწერეთ თუ ეხლა პატრიარქის ხელშეუვალობაო. ეს ხომ მერე გაჩნდა, ხელშეუვალობა ჩვენ თავიდან არ ქონდა, მერე გაჩნდა. შენ ხო კარგად გახსოვს საპატრიარქოს ამბებიო. შევარდნაძე თქვენ. დიახ. მე ხარ ამას ხელი მოვაწერო. ილია მეორე ასეთი არისო, ვიციო. ვინ იქნება მომავალი პატრიარქი? იმას ხელშეუვალობა რატომ უნდა მივარიჭოთ? ის დარწმუნებული ხართ, რომ კეთილსინდისიერად გამოიყენებსო ამასო? მოკლედ ასე იყო თუ ისე იყო, ბოლოს მივედით იქამდე, რომ ესე მიღებულიყო ეს დოკუმენტი. მე მაშინ ედუარდ შევარდნაძის განაცხადი ძალიან არ მომეწონა და მეწყინა. გავიდა დრო და მივხვდი, რომ ეს კაცი მართალი იყო. ეხლა გაგვთ ეს განცდა, მას შემდეგ რაც პატრიარქი გარდაიცვალა და ახალი პატრიარქის არჩევნებია. მას შემდეგ უკვე მოვლენები რომ როგორც განვითარდა, ეხლა რის წინაშე ჩვენ ვდგავართ. მე ვამბობ, რომ მეუფეშიო არის საშიში საქართველოს ეკლესიისთვის პატრიარქად. რატომ მეუფე? ანუ ისევ რუსული გავლენები, რომელზეც წეღან ისაუბრეთ? გეტყვით რატომ? ძალიან ხმამაღალი განაცხადია, ხომ ხვდებით ეხლა ძალიან ძიმედ მოსასმენი შეიძლება იყოს უამრავი ადამიანისთვის. კი. როდესაც დანიშნეს პატრიარქის ქორეპისკოპოსად, დიახ. ეს მოხდა
მეუფე დიმიტრის აქტიურობით, პატრიარქის მიშვილის აქტიურობით. მეუფე დიმიტრის სურდა რომ მეუფე შიო გამხდარიყო ქორეპისკოპოსი. დიახ. და არა მხოლოდ ქორეპისკოპოსი, ამისკენ უკვე მიდიოდა მაგ პერიოდში, მე თვითონ კითხა კიდეც ერთხელ დიმიტრი ის შესახებ. რატომ რა ინტერესი ქონდა? ეს უკვე მანიცის. თქვენ როგორ ფიქრობთ? რა ინტერესი ქონდა მას? შეიძლება გამორჩეულად აქ რაღაცა მაინდამაინც სუძი არ არის ლაპარაკი. დიახ. სუძი არ არის ლაპარაკი. შემდეგ უკვე მოვლენები ისე განვითარდა, რომ ამ ადამიანმა მე დამანახა, რომ არის უსამართლო. მსჯავრი არ აქვს სამართლით. უამრავ რაღაცაში. პირადი წყენა ხომ? არა, ეხლა ერთმანეთს გავმიჯნოთ. კი ბატონო, გავმიჯნოთ, უბრალოდ მაინც დავსვამ. პირადი წყენა რომ ქონოდა მე ჩუმად დამანახა უსამართლო. ჩუმად არ ვიქნებ. მაშინ რაში გამოიხატა მისი უსამართლო? მეც დამანახა თქო, აი ამას ვამ. მე არ ვაპირებდი ამ საკითხებზე საუბარს, მაგრამ რომ მე საერთოდ არ ვიყავი მზად ამ საკითხებზე სასაუბროთ გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით. რომ ვიაზრებ რა ინფორმაციებიც მომდის მე ტროლბოტებს რო ამზადებენ კანდიდატების წინააღმდეგ და რაღაც თანხებს ურიცხავენ მაგათ შეფებს როგორ გააშავონ ეს კანდიდატები ასევე რჩევებს ზოგიერთი ვინც იძლევა საპატრიარქოში რასვლებისკენ უბიძგებენ ვინ იძლევა ამ რჩევებს ალბათ თვითონ მოვადრო და სხვები უფრო კარგად ახცენ და მოდი მაყურებელი რომ არ მსმენელი რომ არ დავაბნიოთ თანმიმდევრულად მე ახსნი ამას 2002 წელს ედუარდ სვეტიცხოველში რომ ვარ უკვე მოეწერა ხელი თუ ხელის მოწერამდე იყო უწმინდესი მეძახის მე შორენამ დამირეკა და მეძახის სვეტიცხოველთან გახსოვთ ცხეთაში რა ამბავი ქონდა შევანაძის თავრობის მაფიასთან ცალკე სუა ესეთ იმაში ვიყავი დავიდარობაში ხო და მეძახის შორენა მირეკავს რომ უწმინდეს გეძახისო და ჩამოვედი შევხედე შორენას რაღაცა ვერ არის ისე რა ხდება მე შედიო და გეტყვის უწმინდესიო შევედი მეუფე დანიელ მეუფე დავითი ალავერდელი რამდენიმე სასულიერო პირი დივანი იყო მაშინ სხვა თუ პრესცენტრის ხელმძღვანელი ზია უწმინდესი მეუნება წაიგითხე ეს წერილიო ედუარდ შევანაძის წერილი. რა ეწერა ამ წერილში? ეს იყო ძალიან დიდი მოცულობის წერილი, სადაც ედუარდ შევანაძე მოგლეთ პატრიარქს ელაპარაკება პრობლემებზე. ასეთ პრობლემები არისო და შევანაძე აწევს ამას ხელს, მაგრამ სხვა აკეთებს ამას. ანუ როგორც გახდა ცნობილი პეტრე მამრაძე და ბასილ კობახიძე. ეუბნება პრეზიდენტი რომ ეს რა ქვია ზენონი დანიშნე შენს ქორეპისკოპოსად ეს როგორ შეიძლება აგურთხეეპისკოპოსად და მეუფე შიო მეუფე შიო საერთოდ არ იცნობს ედვარდ შევანაძე კაი ჩემზე რო თქვა მიცნობს და შეიძლება ეჭვი მიიტანო მეუფე შიო საერთოდ არ იცნობს ნუ მე ვიყავი ფარი იმ პროცესებში რაღაც ის წერილი ძალიან ფართო მასშტაბიანი იყო ეს იყო მცდელობა შიგნით ეკლესიაში უნდათ განხეთქილება მღვდელმთავრებთან დაკავშირებით იყო ვითომ პატრიარქთან იყვნენ დაპირისპირებულები იმ მღვდელმთავრებს დღემდე ასე ვთქვათ ასეთივე ცილისწამებაში ატარებდნენ რომ ვითომ პატრიარქს წამლავდნენ და ასე შემდეგ და მოკლედ ინტრიგები ასე ვთქვათ მე იმიტომ ვახსენე თარგამაძესთან რამე საქმე მომენტი ამ ინტრიგებში თქო ესეთი საშინელებათა რაღაცები ხდებოდა გესმით და ანუ მეუფე შიო არანაირი ის არის ხო ასე ვთქვათ აქტიური და იმაში როდის მოხდა ანუ როგორ გამოარჩია პატრიარქმა როგორ მოხდა შემდეგ მისი შემოსვლა ერთად მე გეუნებით წირა უსწრებ მესმის კი ბატონო ერთად შემოვედით ამ ეპისკოპოსში კიდე ერთხელ ვადასტურებ სამჯერ მითხრა და უარს ვეუბნებოდი და ბოლოს უკვე ისე მოხდა რომ ცხეთაში ჩემი ყოფნა არ უნდოდა ხელისუფლებას
და პატრიარქმა რამე არ გიქნანო და ასე ვთქვათ, წავედი იქა, სადაც წავედი. დიახ. ხო და შემდეგ უკვე მეუფე შიო ქორების კობოსია იქ საპატრიარქოში იკავებს დაევალა რაღაც სფეროში ეს თავისი კურატორობა, მაგრამ მეუფე შიო მაინც ერიდებოდა აი ასეთ იმას. არ არის ასეთი ტიპაჟი არ არის რომ აი რაღაცაში ეს რა ქვია იაქტიუროს გამიგე და არიჩენდა აქტივობებს და რაღაცა და ნუ ზოგჯერ არიდებდა თავს. უფრო იცით როგორი ადამიანია. აი სახუ მაგალითად პირადი ის ქონდა იქ მონასტერში წირვა როგორც გვდელი ისე ატარებდა წირვას და რაღაცა არ ქონდა ეს აქტივი ესეთი არა. ხო და როდის შემოვიდა მაშინ მეუფე აი ამ ველზე? აი ესე შემოვიდა უკვე იმიდან ციანიდის ამბებიდან. სადაც მოდით რა გაბედოს მაგ მეუფემა ვინც ლაპარაკობენ და გაგოგებინო ბოლომდე რის თქმა უნდათ რა. ძალიან დიდი ინფორმაცია მაქვს ეხლა მე პირადად. რას გულისხმობ? ციანიდის თემას რაც შეეხება მიუხედავად იმისა რომ ძალიან აქტიურად მთავრობა რატო იბარებდა მდელმთავრებს ცალ-ცალკე? აი ბოლომდე მაინც გაურკვეველი. აი მთავრობა იბარებდა მდელმთავრებს ცალ-ცალკე რატო მოდი თვითონ ილაპარაკო რა. არავინ არ ილაპარაკებს. ხო რო ვამბობ მე საჯაროდ უნდა გაბედონ და ილაპარაკო. ყველა ცალ-ცალკე ყავთ დაბარებული თუ რაღაც მაგრამ რამდენიმე მდელმთავარს იბარებდა. და რა იყო მიზანი? პირდაპირ მოთხოვნა რომ ეს უნდა იყოს მეუფე შიოზე. პატრიარქი. ამ ციანიდის ამბის პარალელურად მერე. კი, რომ უნდა იყოს პატრიარქი. აი ერთ დეტალს მინდა მივუბრუნდეთ ისევ წეგან თქვენ როცა ამბობდით რომ ეხლაც აი ამ პროცესს წინ უსწრებდა ვიღაც ბიზნესმენის შეხვედრები რამდენიმე ეპისკოპოსთან და საუბრები რომ ხარი დაეჭირათ მოსაყდრისთვისო აი რაღაცნაირად ესე ეხა მოუყარეს თავი მოკლედ ზოგი ან შემომწირველი ან სტიქაროსანი ან მრევლი მოკლედ დაახლოებული ბიზნესმენები დაახლოებით ესე როგორც იკვეთება, მაგალითად მეუფე გერასიმესთან სულხან პაპაშვილი, მეუფე სტეფანე კლიმენტი კეკუტია, მეუფე იოსები გურიის, ვანო ჩხარტიშვილი, ლაშა პაპაშვილი, მეუფე იაკობი. ანუ ხომ ვიცით ვინ ვისი შემომწირველი, დამხმარე გვერდში მდგომი, ანუ მხარდამჭერი, აი რომელი ბიზნესმენი იყო მაინც ჩართული, ერთხელ კიდევ დავუბრუნდებოდი. აი ერთი იყო თუ იყო რამდენიმე ბიზნესმენი? ერთი პიროვნება არის და მე თუ ის დავასახელებ მოდი რა დღეს მოვიტყვი. კარგით, მე ძალით ვერაფერს ვერ გათქმევინებთ რა საკვირველია. ანუ მე თუ ადამიანებს ვასახელებ, დიახ. ესე იგი უნდა გავაგრძელო. მე არ ვიტყვი. მაგრამ ფაქტს ამბობთ რომ ადგილი ქონდა და დაზუსტებული გაქვთ ეს ინფორმაცია. მეუფე ზენონ ეხლა ვინაიდან ბრძანებთ რომ ციანიდის ამბის შემდეგ ხდებოდა მთავრობის მიერ დაბარება ეპისკოპოსების და პირდაპირ რაღაც განცხადების უпростоრეთ დავალება რომ ვინ უნდა ყოფილიყო შემდეგი პატრიარქი. ეხლა რამე ინფორმაციას ხომ არ ფლობთ აი ამ გამორჩევის წინ თქვენ ბრძანეთ რომ ჯერ ამას არჩევნებს ნუ დაარქმევო დაგემორჩილებით ჯერ მოხდა მაშინ ასე დავარქვათ მოხდა პატრიარქობის კანდიდატების გამორჩევა ხო ამ სინოდის წინაც ხომ არ ხდებოდა მთავრობის ჩარევა მთავრობის მიერ დაბარება იგივე ეპისკოპოსების და აი ამ გზით ხმების მობილიზება ახლა არა თუ არ გაქვთ ეხლა მე ინფორმაცია არ მაქვს არ გაქვთ და ამის გექნებოდათ რომ ყოფილიყო მე ვფიქრობ მეწოდინებოდა კი ანუ ესე იგი ამის მიუხედავად რომ არ გაქვთ ინფორმაცია ანუ ამბობთ რომ ყოფილიყო დაბარება მეწოდინებოდაო ამის მიუხედავად მან მაინც 20 ხმა მიიღო ეხლა მითხარით როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ შესაძლებელია თუ არა გაფართოებულ კრებაზე ორიდან რომელიმე კანდიდატმა მეუფე იობმა ან მეუფე გრიგოლმა მოხსნას საკუთარი კანდიდატურა მეორეს მხარდასაჭერად იმ
20 ხმიდან, ვინაიდან წეღან თქვით, რომ ეს არ ნიშნავდა ეს 20 ხმა გადაწყვეტილად არჩევნებში მხარდაჭერასო, იმ 20 ხმიდან კიდევ სხვა კანდიდატისკენ წავიდეს ხმები და სურათი დადგეს ისეთი, რომ პატრიარქი გახდეს არა მოსაყდრე, არამედ აი ამ ორი კანდიდატიდან მეუფე იობი და მეუფე გრიგოლი არიან ეს კანდიდატები, რომელიმე. ყველა ვერსია შეიძლება იქნას განხილული. რამდენად რეალურად მიგაჩნია. ყველაფერი ყოველი ვერსია ეს რეალური შეიძლება იყოს და გახდეს. მაგრამ წინსწრებად ჩვენ გაგვიძნელდება რამე ვთქვათ ამასთან დაკავშირებით. ახლა მთავარი ალბათ ამ პროცესში ის გახლავთ, რომ არის რაღაცა კითხვები, რომელზეც უნდა გაეცეს პასუხი და მეუფეშიომაც უნდა გასცეს პასუხი. ეს არის აუცილებელი. რა კითხვები? არის შიდა კითხვები არის, აი თვითონ სინოდის წევრებს აქვს კითხვები და აი რა დაახლოებით რა კითხვები? რომელსაც უნდა გაეცეს პასუხი. ნუ ვიტყვით ახლა ნუ ვიტყვით. თავს იკავებთ, მოკლედ ბევრი რაღაცის დაკონკრეტების. რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი იცი ადამიანმა, თუ შეგნებული ხარ, უფრო მეტად თავი უნდა შეიგო. მე ძალიან მცირედ ვlabarago. ანუ მაშინ ასე დაგისვამთ კითხვას, მესმის რომ რაც არ გინდათ იმას ძალით ვერ გათქმევინებთ, ამბობთ რომ არსებობს კითხვები, მაშინ მე კითხვას ასე დაგისვამდით, არის შანსი რომ ეგ კითხვები, რომელზეც ახლა თქვენ საუბრობდით, დაუსვან მაგალითად მოსაყდრეშიოს იმ გაფართოებულ კრებაზე? რა თქმა უნდა. მე იცით რა მინდა კიდევ შეგახსენოთ, მოსკოვის საპატრიარქოს პატრიარქის განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის ოფისიდან. ეს იყო ფაქტიური ჩვენთვის მინიშნება, რომ ვინც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას უჭერთ ხარს, თქვენ ვერ უნდა გახდეთ პატრიარქი. შუ არ უჭერს ხარს. და კიდევ იმ გუნდში, ვინც მას უჭერენ ხარს, ისინი ყველა თანამოაზრეები არიან. ჩვენ ძალიან ბევრი, ცოტანი არა, ბევრი ხარს უჭერთ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას. თუმცა თქვენ იცით, მე მივიღე კიევში, ისა ბოდიში, ლონდონში უკრაინის ეკლესიის რა დამიჯდა. რა კონცერტები ჩაატარეს მე. ძიმე ამბები გადაიტანა. რები გადრეს. მე მიუხედავად იმისა, მე კიევში ჩავედი. აინც. ასე არიან სხვა მღვდელმთავრები. და რატომ არიან მაშინ ჩუმად მეუფე ზენონ? აი ხა თქვენ გარასაც აღარ იქნებიან ჩუმად, თქვენ ხომე მომიწვიათ და მე ხავ ამბობ. აღარ იქნებიან ჩუმად. გააკეთოს მეუფეშიომ განცხადება, მიმართოს მოსკოვის პატრიარქს, მეუფე აბრაამმა, მეუფე გრიგოლმა თავის დროზე. მოსკოვის საპატრიარქოს აქციელი დავგმეთ ცხინვალში, აფხაზეთში, ჩემი სისხლი და ხორცი ეროვნული გმირი აფხაზეთის ზურაბი არაჯული. ჩვენი თითოეული ნათესავები ხო, მეზობლები, ახლობლები დაიხოცა, სამშობლოში შეწირა თავი. და ასე შემდეგ. თქვას, მიმართოს, რას ნიშნავს ეს განცხადება? პატრიარქს არ იხსენიებენ, ისა ცხიმით, რა ქვია, აფხაზეთის მიტროპოლიტად. რას ნიშნავს ეს? მაგათ აქვს მოსკოვის საპატრიარქოსთან ურთიერთობა. ეხლა მოუწოდებთ თქვენ მეუფეშიოს ეს მიმართვა რო გააკეთეთ. თავისთავად რუსეთის დაზვერვის ინფორმაციაც, სადაც მეუფე აბრაამზე და გრიგოლზე იყო საუბარი როგორც პროდასავლელ ეპისკოპოსებზე, ეს უკვე თავისთავად ძალიან საინტერესო იყო, როცა ეს ინფორმაცია გავრცელდა, ხო? მაგალითად, როგორი ინტერესი იყო, რამდენად დიდი იყო ეს ინტერესი. მოლოდინი გაქვთ რომ მიმართავს მეუფეშიო თქვენ? დიდი მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ შეიძლება მიმართოს, იქნებ მიმართოს. მეც მინდა დამაჯეროს. მე შევიცვლი პოზიციებს. აკვიატება კი არა მაქვს მეუფეშიო. აი ისე არ გისაუბრიათ მას. მე არასდროს მთელი ამ წლების განმავლობაში პირიქით არათუ თვითონ არ მოუნდომებია, ლონდონიდან წერილები უგზავნე ყველას. პასუხიც არ მაღირსეს. ლონდონში რეები ჩაიდინეს. მოდი ისე რო არ გამოვიდეს პირადია. ცალკე მოვალ ამ კვირაში და მაგაზე ვილაპარაკებთ და ისეთ დოკუმენტებს წამოვიჩვენებთ, რომელიც
მიმართულებასაც. კი ბატონო, მეუფე ზენონ საჯარო იქნება ეს გაფართოებული კრება, რომელზეც არა, ეს არ იქნება საჯარო. უნდა მიიღონ ახლა გადაწყვეტილება, როდის იქნება. სხვა შორის შესავალში ვთქვი, არ ვიცი ეს რამდენად დადასტურებულია, მაგრამ ასეთი ინფორმაცია გვაქვს, რომ თითქოს იგეგმება ისე კრების ჩატარება, შემდეგ პატრიარქის არჩევა, რომ 26 მაისს მოხდეს პატრიარქის ინტრონიზაცია. ახლად არჩეული პატრიარქისა გაქვთ რამე ამის მე თაობაზე გეტყვით ასეთ რაღაცას, ვიდრე ჩვენთან ყველაფერი ნათელი არ გახდება ერთმანეთში, არავითარი არჩევნებზე ინტრონიზაციაზე ლაპარაკი არ შეიძლება. განმიმარტეთ ვერ მივხვდი. ესე იგი, ჩვენ გვაქვს ერთმანეთთან კითხვები, და ვერ დაუსვით იმ რა 5 საათიანი. სად არის საშუალება იქ, სად იყო? სინოდის ხდომაზე არ ქონდათ ამის საშუალება, მეუფე შიომ მომისმინეთ, მეუფე შიომ და მეუფეებმა რომ თავისი თავი კანდიდატად დაასახელეს, მანამდე მე რა უნდა მეთქვა მეუფე შიოსთვის, თუ იგი ვიდრე კანდიდატად თავს არ დაასახელებდა. მე გეთქვათ. დაასახელეს თავი კანდიდატებად, თვითონ მიყავთ ეს ხდომა, დაგვღალეს, დავქანცეს, 3 საათი უაზრო რაღაცაზე ვლაპარაკობდით და საკითხებზე რომ სერიოზულად დაიწყო ლაპარაკი, ამას ხო შინაგანი შემართებაც უნდა. ჩვენ შეგვიძლია მოვიწიოთ სინოდის ხდომა, რადგან არ შეგვიძლია. შეგვიძლია. და რატომ არ აყენებთ? არა, მე რა თქმა უნდა მივმართავ ამათ უდემთავრებს და სხვაებიც ალბათ. გეყოლებათ მხარდამჭერები, აი ამ საკითხების გარკვევას რომ ითხოვთ ამაში. რა თქმა უნდა, ჩვენ თუ ერთმანეთში არ გავერკვიეთ, იქნებ ცივს წამებთ ამ ადამიანს. ჩემ საქმეზე რომ გითხეთ, ეს ჩემი საქმე კი არ არის, დავანებოთ თავის სხვა იმას. ლონდონის ამბებს იხსენე? ლონდონის ამბებს. დიპლომატები არიან ჩართული. ჩართული არიან, დასახელებულები არიან. მე პატრიარქს გამოუგზავნე მაშინ წერ უწმინდესო. რამდენიმე მღვდელმთავარზე და დიპლომატზე. საქმე არის აღძრული. იმიტომ რომ ბრიტანეთის მთავრობას იმ დროს შესაბამის ორგანოს ჰქონდა ჩემი დაცვის ვალდებულება და ჩადენილი იქნა ისეთი დანაშაულები, რომელიც არის სისხლის სამართლის დანაშაული ბრიტანეთის კანონმდებლობის მიხედვით. პატრიარქმა მითხრა, ჩამოდი, დავილაპარაკოთ. და იმდენად ესე იგი წინსწრებად რა უძღოდა, იცით? კონტაქტი არავინ არ მაღირსა. პატრიარქთან? არა, თქვენთან, ანუ რომ დელთავრებს წერილებს უკრავენ, ხო იღებენ პასუხისგებლობას კომუნიკაციას და არანაირი პასუხი არ მაღირსეს. ბოლოს როდის ნახეთ თქვენ პატრიარქს? 3 წელი არ მინახია, რომ ჩამოვედი, თითქოს ხო უწმინდესთან უნდა მელაპარაკა. დიახ. და პატრიარქთან არ იყო ჩემი შეხვედრა. სინოდი უცებ დანიშნეს, არ ვიცი რა შეძებდნენ, ვერაფერი ვერ იპოვეს, დანიშნეს სინოდი და პატრიარქთან მივედი ჩემი ჯგუფით. ჯერ ვერ გამოვიდა უწმინდეს 6 საათი ოთახიდან, სუდათ იყო. და ფაქტიურად საქმეს მირჩევდა ეს ქორეპისკოპოსი და ესა. მე პატრიარქთან. მიიღეს ჩემგან პასუხი. პატრიარქთან დასწრებთ ორივე. და პატრიარქმა მათ გასაგონად მითხრა, სინოდი გიჭერს ხარს. თვითონ დაინახა რა სურათი იყო. პატრიარქი მე კარგად მიცნობს, მე უკან არ დავიხევდი და თან იმას უფრო მეტი ინფორმაცია ქონდა ჩემს. ხო, ძალიან პატარა იყავით იქიდან მოყოლებული, მეც იმდენი წერია გიცნობთ მეუფეზენო. ეხლა როცა იხსენებდით მაგალითად კონკორდატის მთელი ეს პროცესები, რაც ამ წლების განმავლობაში ვითარდებოდა, თვალწინ კადრებად მედგა, ხო, თქვენი ჩართულობა. მე ვიცი თქვენ რამდენად ახლო ურთიერთობა გქონდა და ამიტომ გისვამთ კითხვას ბოლოს როდის ნახეთ თქო. 3 წელი ისე გარდაიცვალა რომ ნანახი არ ვითხოვე. რამდენ ხარ შიოსთვის მე არ მითხოვია და ქორეპისკოპოს ნამდვილად. ვითხოვე, ნუ სვისთვისაც უნდა მეთქვა რომ ესე ხო არ მევადგები ამ ძიმე ავადმყოფადანას. ხო, მაგრამ ის ისე წავიდა ამ ქვეყნიდან 2022 წელს ნახე იმ დღეს, როცა სინოდს მართავდნენ რაღაც ესე უცებ ჩემს გამო მართავდნენ სინოდს. მე ვიყავი დამაქცევარი. ჩემს გაშლის უპრაზე დაჯდნენ. სრული ავსტრიის მნიშვნელობით. და რაც იყო აშენებული, ესე გადმოატრიალეს სკანდალებზე, ჯერ სახელმწიფოს შეძლეს გაებედა, რაც
ხელისუფლება მიკადრა სუსის ფაილებს ინსტიტუციური ეს დანაშაული სუსის ფაილებს მოსმენებს და ჩანაწერებს რა იკადრეს ეს ჩემი აზრით იმიტომ იკადრეს ვისი დაჩოქება განიზრა ეკლესიის ვისი პატრიარქის არ ვიცი აი მე სიტყვას ეკლესიის თვითონ როგორც ინსტიტუტის ყველაზე სანდო ამ ქვეყანაში რომელსაც ნდობის რეიტინგებში ყოველთვის ეკავა პირველი ადგილი და ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ აი თქვით როგორ იკადრეს ვის გაუკეთეს ეს იყო სწორედ ეკლესიის დისკრედიტაციის გაკეთებული და მე რა შემთხვევითი იყო მეილზე რომ მიუვიდათ ამდენ ადამიანს ერთად ეს მე ეს აზრი მაქვს საქართველოს ხელისუფლება ჯერ არ ყოლია. აი ეს არის ჩემი პოზიცია. რასაც ქვია, ასე ვთქვათ, ეს ქვეყანა რომ აი გამოვიდა და ატარე რა გზით რა, ნუ ადამიანურად აცხოვრე რა. რაზეა ლაპარაკი ხა, ან ავტორიტარიზმი, ან დიქტატურა, შეიძლება ესეთ ტერმინებზე ლაპარაკობდეთ. ყველა ხელისუფლებას ამ ქვეყანაში ქონდა ასეთი სამწუხარო ცვლა. მეუფე ზენონ სხვათა შორის აი ხშირად გამიგია რომ თქვენ რომ ჟურნალისტები რომ ამას აშუქებდით და მე ხა თქვენთან ერთად მინდა გავიმეორო ადრე ვთქვი მოდის გიხდით ცოტა ემოციური არა მესმის რადგან თქვენ შეეხეთ ამ თემას რომ ასე დელიკატურად მართლა ასე კორექტულად მედიას არასოდეს უმუშავია როგორც იმ პერიოდში როცა სუსის ეს ფაილები გავრცელდა და ჩაუყარეს ამდენ ადამიანს გაუგზავნეს ანუ ჟურნალისტები საუბრობდით მხოლოდ იმაზე როგორ გაბედა სახელმწიფომ და რამხელა დანაშაული ჩაიდინა სისტემამ რომ ეს ფაილების მთელი ნაკრები გააკეთა და რა იყო ამ ფაილებში ჩვენ ამაზე არასოდეს გვისაუბრია და არც არასოდეს არ ვისაუბრებდით, იმიტომ რომ იმიტომ უსვამ რა ხას. ჩვენ ხო ვითომ გვადანაშაულებდა რომ აი თქვენ მედია აშუქებდით. მედია იყო ყველაზე კორექტული და ეს იყო ძალიან დიდი დანაშაული სწორედ ეკლესიის წინააღმდეგ, რომ ეკლესია და სასულიერო პირები რაღაცნაირად დაეჩოქებინა და ჩვენ როცა კითხვებს ვსვამთ ხოლმე გავლენაზე, აი აქვს თუ არა ხელისუფალს გავლენა ეკლესიაზე, რა თქმა უნდა ეს სუსის ფაილები იყო ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი ქონოდა ძალიან ბევრის მიმართ საკუთარი ბერკეტი და გავლენა რა თქმა უნდა და პლუს ციანიდის თემას რაც შეეხება კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ ვერც დავითვლი იმდენი გადაცემა მაქვს გაკეთებული ოღონდ რომ მკითხოთ ბოლომდე რა მოხდა შეიძლება ვერ გითხრათ იმიტომ რომ აი ბოლომდე მაინც ვერ გავიგეთ ხო რა იყო ეგ მეუფე დიმიტრისთანაც ნალაპარაკები ვარ მეუფე იაკოვთანაც მეუფე ესა მამა გიორგი მამალაძესთანაც სხვებთანაც პრემიერ-მინისტრი მეკითხება ხო არ იცი რა ხდებაო კვირიკაშვილმა მკითხა მაგ კითხვამ საერთოდ გადამრია გითხრათ კითხავთ ხო არ იცი რა ხდებაო მე მკითხა ხო და რაც მეტი გავიგე ვერაფერი ვერ გავიგე ინგა ხო და აი რა უცნაური მოდის უხდი გიორგი მამალაძესაც ვერ გავიგე რა უცნაურია ანუ იგივეს ვიტყვი ხარ თქვენ სასულიერო პირი ხართ მეუფე ხართ ეპისკოპოსი ხართ და რასაკვირველია თქვენი ინფორმაცია კიდევ სულ სხვა არის მაგრამ მე როგორც ჟურნალისტი რომელიც მუშაობდი იმიტომ რომ ხდებოდა წარმოუდგენელი რამ სამთავრობო ტრიბუნებიდან დაიწყო ხო პირველად განცხადებების გაკეთება რაც უფრო მეტი გავაშუქე ისე დამთავრდა ეს თემა მაინც ბოლომდე სიმართლე ვერც მაყურებელმა გაიგო და გულწრფელად რომ გითხრათ შეიძლება მეც ვერ მოგიყვეთ ახლა რა ხდებოდა. კარგით, დაღლილი ვარო და ძალიან რომ აღარ დაგღალოთ ერთი რაღაც საკითხები მეც არ მინდა გამორჩეს ახლა. ხო არ დარჩა რამე ისეთი რაზეც უნდა გვესაუბრო, მაგრამ მგონი მავიწყდება. ბოდიში. არა, როგორ გეკადრება თქვენ არ ხართ მიზეზი. იცით რომ მე საავადმყოფოდან გამოვედი სულ რამდენიმე ხნის წინ, აი ამ რაღაცების გამო კინაღამ გარდავიცვალე. სადაც პატრიარქი გარდაიცვალა, იქ ვიცექი მე, იმაში კავკასიის იმაში რა ქვია. მედიცინის ცენტრში, უბრალოდ ექიმებმა მიშველეს წინასწარ რა. აი ეს არის პოტენციურად კლავენ ადამიანებს. ამ ქვეყანაში ადამიანებს კლავენ.
და ეხლა რა იქნება თუ პატრიარქი გახდება მოსაყდრე შიო მე როგორ ხედავთ თქვენი ურთიერთობის გაგრძელებას პატრიარქთან და სინოდთან თუ ის ჯგუფი არსებობს რომელზეც თქვენ გვესაუბრებოდით ინტერვიუს დასაწყისში თუ სამართლობა თუ პატრიარქი გახდება და ალბათ სავარაუდოდ ნუ ყოველ შემთხვევაში შანსი ასე გამოიყურება მისი ის იქნება შემდეგი 142 პატრიარქი პირადად თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ მერე აი ამდენი კითხვის ასეთი კრიტიკული დამოკიდებულების ფონზე როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ურთიერთობა მე ყველასთან წარმომიდგენია ჩემი ურთიერთობა თქვენ იცით რომ ნახევარი თბილისი მე მეუბნებოდა ახსარებას მაშინ როცა მღვდლებიც არ იყო და ჯარიშიც მე ვიყავი პატიმრებთანაც მე ვიყავი თავრობაშიც არ იყო მაშინ ასეთი ის ანუ მე არ მაქვს ეს პრობლემა ადამიანებთან ურთიერთობის ჩემს არ არსებობს ეს რაღაც ჩემს არსებობს ადამიანი რამდენად ხარ ეს არის ჩემი აქცენტი არის ამაზე მომართული რამდენად ხარ ადამიანი და რამდენად ცდილობ იყო ადამიანი და დარჩი ადამიანი ეს არის ჩემთვის საზონი დღეს აქ საკითხი ასე დგას რომ მეუფე შიოს პიროვნულობამდე რო არ დავიდეთ ჯერ ეგეთი ეს არაეთიკურია რომ პიროვნებაზე დავიწყო მე ლაპარაკი სამწუხაროდ მაინც ვერ საუბარში ვერ ვწდებით ჩვენ ამას მაგრამ თუ მე პიროვნებას ვეხები მე ბოდიშს მოვიხდი იმიტომ რომ არც ერთ პიროვნებას მე ბევრი რამ აკადრეს მაგრამ მე მგონი იცით რომ მე ადამიანებს ჩემგან გაიგიათ რომ ვინც რამე მეკადროს ახლა საჯაროდ მიმართოს არაი და მინდა გითხრათ რომ მეუფე შიო ჩემთვის არის მიუღებელი კანდიდატი მაგრამ 20-ისთვის საპატრიარქო 20-ისთვის მისაღებია მაგენი იღებენ სინოდის 20 მაგენი იღებენ პასუხისგებლობას დღეს საქართველოს სახელმწიფო ქართული საზოგადოება ცხოვრობს ძალიან მძიმე ვითარებაში ჩვენ ვართ არაბუნებრივ გარემოში რა ხდებოდა ეხლა ამ წინა წელს ქუჩაში რას ვკეთებდნენ ხალხს რეები ჩაიდინეს გატრუნული იჯდნენ ხმა არ მოუღიათ ამათ სად მივდივართ, რა ხდება, რა ღირებულებები, რაზეა ლაპარაკი. ქვეყანა არის აი პირდაპირ კატასტროფა ხდება. ჩემი აზრით, ქვეყანა არის მძიმე მდგომარეობაში. ეს იმიტომ, რომ საქართველოში არ აქვს თინგა დიალოგის კულტურა. არც ერთ ხელისუფლებას არ ქონდა ეს დიალოგის კულტურა. განსხვავებული აზრი გაქვს. всё, შენ ტერი ხარ, ან სადღაც უნდა იყო. ეს ქონდა სხვებსაც, წინამორბედებსაც, ესეც დავინახეთ დღეს. ვიდრე საქართველოში არ შემოვა კულტურა, დიალოგის კულტურა, რომელიც ჩვენი ეროვნული მახასიათებელი იყო და ჩვენი ცივილიზაციური სახელი იყო დიალოგი, იმიტომ რომ სხვადასხვა რელიგიურ კულტურებთან ქონდა საქართველოს ურთიერთობა და ეს იყო ცივილიზაციის გზაჯვარედინი. აბაში წარმოიქმნა ძალიან ეროვნული იდენტური ცივილიზაციური კულტურა, რომელსაც ჩვენ უწოდებთ ქართულ ცივილიზაციას. და ამ გამოცდილებებთან საზღვარი კი არ ყოფს ან გაშორებს, საზღვარი უნდა დაგაახლოვოს, საზღვარი გამყოფი არ არის. ჩვენი სახელმწიფო იყო საზღვრის სახელმწიფო იყო, საზღვრის დიალოგი ქონდა და ასე შემდეგ. მოკლედ, ძალიან შორს რომ არ წავიდეთ, ჩვენ ვიმყოფები ძალიან მძიმე მდგომარეობაში. დასავლეთთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, თქვენ წეღან ახსენეთ მეუფე აბრაამზე და გრიგოლს დასავლურ პროდასავლურ რუსული დაზვერვის ინფორმაცია მათ ეს განაცხადეს ჩვენ ამას ვერ ვარყოფთ რომ მათ ეს განაცხადეს ეს დაზვერვა ოფიციალური სამსახურია ნახეთ მათი დამოკიდებულება სახელმწიფო პირდაპირ დაინტერესებულია ღიად არ ფარავს მაგრამ ამის უკან რასაკეთებს ღმერთმა უწყის ხო კი ბატონო და პროდასავლური ასეთი მანდ ეპისკოპოსი არ არსებობს. ეს არის აი რაღაცნაირ უადგილოდ უწოდებენ და გვიწოდებენ. პროდასავლური არც პრორუსული არც ეს. საქართველოს ცივილიზაციურად არის იმ ცივილიზაციის ნაწილი, რომელსაც ჩვენ უწოდებთ დასავლურ ცივილიზაციას. ეს არის ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული სოფხედელობა. მორჩა, სადღაც ვიღაცა რაღაცა რადიკალიზმშია გადასული, ლიბერალურში თუ კონსერვატორულში, ეს არის მათი უკიდურესობიდან შექმნილი პრობლემა. და არა ის, რომ ჩვენ ამის გამო ამ ორიენტირს, რომელიც არის ჩვენი ისტორიული ორიენტირი, დასავლური ღირებულება და ევროპას, ამას უთხრათ ჩვენ უარი და ჩვენ ვართ მცირე აზია, შუა აზია, მენტალურად შუა აზია ვართ? ან ის ვართ სტეპები ვართ ჩვენ მენტალურად? არ ვართ. კი ბატონო. ახლა კიდევ რა მინდა გითხრათ, ბოდიშს გიხდით. არა, დიახ, ბრძანა. რა მინდა გითხრათ?
მე აღმოჩნდი ერთადერთი, რომელმაც იჩივლა. ამ ხელა ზიანი მიაყენეს ასეულობით ოჯახი განადგურდა შიგნით სასულიერო პირებში. ამას არ ვამბობ რაღაც იმით, რომ აი მე ვიჩივლე მარტო და სხვა რატომ არ იჩივლა. არა. მე ვიჩივლე, მაგრამ მე სახელმწიფოებრიოდ ვაზროვნებ ინგა. მე სახელმწიფო ბოლო წუთამდე დავინდე და სტრასბურგში არ წავიღე საქმე. გამიგე? იცი რატო? ეს ჩემი პრობლემაა. მენტალური პრობლემაა, რომ მე გამზარდეს კავკასიურ ღირებულებებზე, რასაც ქვია სახელმწიფო და ჰუმანიზმი. იმიტომ რომ სტრასბურგს განაჩენი უნდა გამოეტანა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. გამიგეთ? მე ამას არ ვამბობ, იმიტომ რომ ვიღაცა სტრასბურგში რა, მე ეს ვერ გავაკეთე. და მე მაინც დავრჩი სახელმწიფოებრივად მხედველი ამ პოზიციას ვინარჩუნებ ამ წუთამდე. კი ბატონო. მადლობა მეუფე, ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი სტუმარი და მართლა სულ სხვა თემებზე ვაპირებდი თქვენთან საუბარს და სულ სხვა მიმართულებით წავიდეთ. იმიტომ რომ მაინც ერთ კითხვას დაგისვამთ, თქვენ როგორ ფიქრობთ აი ამ დასახელებული სამი კანდიდატიდან, თქვენი ხმა უფრო სწორედ რომლისთვის გემეტებათ? თუ გინდათ ამაზე პატარა. ორივე ადამიანს მე ვთქვი კიდეც, მე მყავდა სამი კანდიდატი ცნობიერებაში. ერთი ჩააგდეს. ისაია მეუფე. ხო, ისაიას უთხარი გახდი, მეუფე დანიელსაც უთხარი მე. მეუფე მეთქი. პატრიარქმა მე მიმანიშნა ორ მღვდელმთავარზე, მეუფე დანიელზე და მეუფე იობზე. როდესაც მქონდა ლაპარაკი მეუფე იობზე? რა გითხართ პატრიარქ? როდესაც მქონდა ლაპარაკი რა ქვია მოსაყდრესთან დაკავშირებით უწმიდესო მეთქი თქვენ ეს მოიაზრეთ და დაამთავრეთ მეთქი ეს ამოწურეთ ეს საკითხი არაო მე მოსაყდრე ეს მემკვიდრე არ არისო არავინ გესახებათ მეთქი სინოდში როგორ არა ხო არისო მეუფე იობიო მეუფე დანიელიო სხვებიო მღვდელმთავრებიო თვითონ აირჩიონ რომელსაც აირჩევენ აი ეს იყო პასუხი ამიტომ მე ისაიასაც უთხარი დანიელსაც უთხარი იობსაც უთხარი. გამიგეთ? ეხლა ვინც დარჩნენ, ორნი არიან. აი რომელიც მე ხმას მოაგროვებს იმისი იქნება ჩემი ხმა. მადლობა, მეუფე, დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი. მე თვითონ გთხოვთ რომ შეგაწუხოთ ახლო მომავალში. ყოველთვის საინტერესო არის თქვენთან საუბარი, მაგრამ აი ახლა ისეთი იმდენი ამბავი გაიხსენე და იმდენი წლის წინანდელი ჩემს თავშიც რაღაცა კადრებად გადახვევა. საკმაოდ რომ არაფერი მოლაპარაკია, არაფერი მithქვა. კიდევ ბევრი გაგვცათ თქმელი. სამწუხაროდ.